ყურადღების ცენტრშია ჯანმრთელობისთვის საშიში კლინიკები. შემოწმებული H7 ჰოსპიტალიდან 105-ის რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება. კადრები და ფოტომასალა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე დაგაფიქრებთ. კლინიკების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც იმედის კვირა ესტუმრა, მაყურებლის მიერ არის მოწოდებული ფოტოების უდიდესი ნაწილიც მათ გამოგვიგზავნეს. ჩვენი მიზანი არა რომელიმე სამედიცინო დაწესებულების დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ კეთილსინდისიერად ექცეოდნენ პაციენტებს, ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ ჯანმრთელობას უპირობოდ ანდობენ. არ ვიცი, რა სახელი შეესაბამება იმ მძიმე რეალობას, რომელსაც მარია მოშხნელი გიჩვენებთ, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე დაიწყება პრობლემის აღმოფხვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს სრულად გავასაჯაროოთ კლინიკების ნუსხა. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პაციენტების გარეშე დარჩებიან იმ ანტისანიტარიის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რომლის გამოც მოქალაქეების სერიოზული პრობლემის წინა შედგანა. გზას გადის ნებისმიერი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მოსახვედრად. შესვლისთანავე თვალნათლივ ჩანს საფრთხე, რომ შეიძლება ბათქაში ან ცემენტის ნატეხები დაგეცეს. ჩვენ მარნეულში ვართ და ამ შენობაში ჯამში დაახლოებით 11 სხვადასხვა კლინიკა ფუნქციონირებს. ერთ-ერთზე ყოფილი პაციენტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალში ჰიგიენური ნორმები ირღვევა და სტერილიზაციის პრობლემაცაა. ბახილები ჩვენ ჩავიცვით და ასე გამოვირჩეოდით იქ მყოფი ყველა სხვა ადამიანისგან. დიდხანს ველოდით დირექტორის გადაწყვეტილებას, საბოლოოდ სტაციონარში შესვლაზე უარი გვითხრეს. კლინიკური მენეჯერი, რომელიც ყველა ჩვენს ინიციატივას დირექტორთან ათანხმებდა, საბოლოოდ გადაუდებელი მიმღები განყოფილების ჩვენებაზე დაგვთანხმდა. გადაუდებელ მიმღებ განყოფილებას აქვს გაურკვეველი სივრცე. შეიძლება დავარქვათ საკუჭნაო, რადგან ამ საწოლზე პედიატრიული განყოფილების პაციენტის დაწვენა ნამდვილად არ შეიძლება. ანუ ხო ვიღებდით? არ შეიძლება. რას მიგებ მე? ამიტომ გადაგვა ჩემი თავი, გასცი. სტაციონარი 72 საწოლზეა გაშლილი. პალატებს არ გვაჩვენებენ, არც სამედიცინო ნარჩენების განთავსების სივრცეს. კერძო სტრუქტურა და როგორც დირექტორმა ინება და როგორც მოითხოვს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით წესი და კანონი ისე. რეგულირების სააგენტოს თუ აქვს შემოწმებული კლინიკა? რა თქმა უნდა, რეგულირების შემოწმებული აქვს კლინიკა. ბოლოს მე მგონი ერთი თვის წინ თუ თვენახევრის წინ და მადლობის წერილები. რეგულირების სააგენტოს როგორი დასკვნა ქონდა, ხო არ გახსოვთ? ასე კონკრეტულად ვერ ანუ შენიშვნები იყო დაჯარიმდი. ვიცით როგორ არის ხოლმე პატარ-პატარა შენიშვნები, რომელიც გამოსწორების დროსაც გვაძლევენ და ხდება ამ ყველაფრის გამოსწორება. თუ არის შესაძლებელი რომ ნახოთ ნარჩენების მართვა როგორ ხდება, სად გაქვთ ეს ტერიტორია, სადაც ნარჩენები არის მოთავსებული. უფლება მე არა მაქვს. ამ დროს კლინიკის ეპიდემიოლოგი მოდის, გვთხოვს მოცდას და დაახლოებით 10 წუთში საბოლოოდ მივყავართ იქ, სადაც სამედიცინო ნარჩენის დაყოვნების სივრცეა. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად გამოიყურება, თუმცა აკრძალულია ამ სივრცეში მაგალითად უნიტაზის არსებობა. კლინიკის სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, ეს ადგილი ზედმეტად მოწესრიგებულია და ამიტომ ეჭვებიც გვიჩნდება. სრულიად ცალკეულია და საწაიღეს. ახლა ამდენით გაიტანეს. ეს პარტები სრულად სიმბოლურავს რატოდეს. ცდილობენ რომ ამაში ჩაჯდეთ. ჩვენ შემოსული ყავით ლამაზად გაყოფილიყავთ. თუნდაც მაგიტომ და ეპატიებათ ეხლა რა ხდებოდა და მე ჩავაგდო. აქაურობა ჩვენს გამო დასუფთავდა და ადგილიდან გადამალე სამედიცინო ნარჩენი, რომელიც რეალურად სად და როგორ ინახება ჩვენ არ ვიცით. საბოლოოდ საუკეთესო პალატაში შეგვიშვეს, იქაც გაუმართავი სველი წერტილი აღმოჩნდა. საჯარო ინფორმაციით ვიგებთ, რომ სამედიცინო ცენტრი რეგულირების სააგენტომ შეამოწმა და არაერთი დარღვევის გამო სასამართლომ 2022 წლის მაისში 5000 ლარით დააჯარიმა. კლინიკა გადამოწმდა ამ წლის მაისში, სასამართლო დადგენილებით კვლავ დაჯარიმა
დაჯარიმდა 15,000 ლარით. სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მაგალითად არღვევს სტერილიზაციის ნორმებს, ინფრასტრუქტურისა და საჰიგიენური საშუალებების რეგულაციებს, ისევ აგრძელებს მუშაობას და ბერკეტი რეგულირების სააგენტოს, რომ შეუჩეროს საქმიანობა არ აქვს. ზოგადად სანებართო პირობების შემოწმება წელიწადში ერთხელ აქვს რეგულირების სააგენტოს დღევანდელი კანონმდებლობით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შედეგად, როგორც მოგახსენეთ, როდესაც დაჯარიმდება დაწესებულება, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მხოლოდ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შევიდეს და გადაამოწმოს ის დარღვევები, რომელზეც დაიწერა ოქმი გამოსწორებულია თუ არა. მაგალითად შეამოწმოთ, დაიწერა დადებითი დასკვნა, გავიდა იქნა 3 თვე და პაციენტი მოგმართავთ, რომ ეს კლინიკა შეამოწმოთ. რეგულირების სააგენტოს არ აქვს ამის უფლება. ვამოწმებთ კიდევ ერთ კლინიკას. კატეგორიულ უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. რატომ ვერ ხერხდება დათვალიერება კლინიკის? მაშინ ახლა რატომ არ გვათვალიერებინებთ კლინიკას თუ დასამალი არაფერი არ გაქვს? არა დასამალი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ ასეთია დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ანუ რეგულირების სააგენტოს ანგარიში აქვს ხოლმე და შესაბამისად მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, თქვენ დაჯარიმებულებიც ხართ. მარიც მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. დაჯარიმებულები ჰიგიენის ნორმების დარღვევის გამო? დიახ, სტერილიზაციისა და სხვა ნოზოკომიურ ინფექციებთან დაკავშირებული სანებართო პირობების დარღვევის გამო 2022 წელს ეს კლინიკაც დაჯარიმებულია 4,000 ლარით, თუმცა ამის შემდეგ რა შეიცვალა სამედიცინო დაწესებულებაში გაურკვეველია. შეგიძლიათ რომ გვაჩვენოთ ის ზონა, სადაც ნარჩენებს ათავსებთ? ანუ რო წავიდეთ, შეგიძლიათ? ბევრი ვიარეთ და მივადექით დაახლოებით 2 კვადრატული მეტრი ფართობის შემოსაზღვრულ ადგილს, რომელიც საერთოდ არ აკმაყოფილებს დადგენილ პირობებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ღია კარზე, რომელიც ძალიან საშიშია თუ აქ მართლაც სამედიცინო ნარჩენი, მათ შორის ჩხლეტავის საგნები გამოაქვთ დაწესებულებიდან. და ეს რატო არ არის დალუქული? ეს ახლა ხო შეუძლია ნებისმიერმა გააღოს. ღია დარჩენილი ამქანას უცემი. ხელთათმანის გარეშე ხელის მოკიდება არ შეიძლება. ბოქმომ მით უმეტეს თუ არ შეიძლება ხო? არ უნდა მოკიდოთ ხელთორი თანამშრომლები, გასაგებია, მაგრამ აქ ნახეთ რამდენი მანქანაა და ღია სივრცე არის, რატო არ არის დაკეტილი ეს ბოქმომი საერთოდ? მექანიკური შეცდომაა და ღია დარჩენილი. სავენტილაციო სისტემა, ინფრასტრუქტურა და საჰიგიენური საშუალებები, სამედიცინო ნარჩენების მართვა, ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის უზრუნველყოფა, სტერილიზაცია. 2022 წლის 15 მარტიდან დღემდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საქართველოში არსებული 265 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებიდან 107 უკვე შეამოწმა და შედეგი უმძიმესია. 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 107 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის გადამოწმდა 56 სტაციონარული ტიპის დაწესებულება და ამ 107 დაწესებულებიდან 95%-ში გამოვლინდა დარღვევები და შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად დაჯარიმდნენ სამედიცინო დაწესებულებები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გადამოწმებული 56 დაწესებულებიდან 21 დაწესებულებამ დააკმაყოფილა ის სანებართო მოთხოვნები, რასაც გულისხმობს მთავრობის დადგენილება და შესაბამისად არ დაწერილა ოქმი, შედგა დადებითი აქტი. არასტერილური ინსტრუმენტები აღმოჩნდა თუ არა საოპერაციოებში? შემოწმებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებიდან სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირდა არასტერილული ინსტრუმენტების გამოყენების ფაქტები. თუმცა უნდა აღინიშნოს, გადამოწმების პროცესში დაწესებულებებმა გამოასწორეს ზემოაღნიშნული დარღვევები და კომისიამ გადამოწმების დროს ვეღარ დაადასტურა არასტერილული ინსტრუმენტების არსებობა. ამ მძიმე რეალობის ფონზე თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას ნიშნავს ნოზოკომიური ინფექცია და როგორ ვლინდება პაციენტებში. ნოზოკომიური ინფექცია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციაა, რომლითაც ადამიანი არასათანადო მომსახურების დროს, ან უფრო ზუსტად სამედიცინო დაწესებულებებში დადგენილი სტანდარტების დარღვევით შეიძლება დაინფიცირდეს.
როდის ითვლება, რომ პაციენტს შეიძლება ქონდეს ნოზოკომიური ინფექცია? თუ ახალი დაავადება გამოვლინდა სტაციონარში შემოსვლიდან ახალი ინფექცია 48 საათის შემდეგ, ან გაწერიდან 3 დღის შემდეგ, ან ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, ქირურგიული პროცედურების შემდგომ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ახალი ინფექცია. სერიოზული რისკის ნოზოკომიური ინფექცია დიდი პრობლემაა, სერიოზული. თვითონ მით უმეტეს ახლა აპარატ თუ ვენტილატორულასაც ვსვამს ვამბობთ რეანიმაციაში ანკირო ეს პაციენტი ისედაც სერიოზულია, მის ორგანიზმში ისედაც არის იმუნოდეფიციტი, ანუ ავად არის და თუნდაც რაიმე იმუნოდეფიციტური დაავადება არ ქონდეს, მდგომარეობა მაინც არის იმუნოდეფიციტური ყველა პაციენტი და როდესაც ის ავად არის და სხვა კიდე მით უმეტეს რეზისტენტული მიკრობის შეჭრა, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის პაციენტის ჯანმრთელობისთვისაც და თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის ფინანსური პრობლემებს ქმნის. და იმის მიუხედავად, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტს, დღეს არ არსებობს იქ არსებული მდგომარეობის გაკონტროლების ეფექტური მექანიზმი და თუნდაც სტერილიზაციის პირობები დაარღვიოს, კლინიკა მაქსიმუმ 10,000 ლარით დაჯარიმდება. ასეთია დღევანდელი კანონმდებლობა, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. სწორედ სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ეს ცვლილებები დაკავშირებულია კლინიკების, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამებში, ამათ დაუპყრობლად შემოწმებას და ცვლილება ეხება ფარმაცევტულ სექტორში, როგორც აფთიაქების, ასევე წარმოებლების თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად დაბრკოლების გარეშე შემოწმებას. ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დაიწყე და წელსაც გრძელდება, აუცილებლად მოითხოვს კაცრ და ეფექტიან კონტროლს და მონიტორინგს. სხვა შემთხვევაში რეფორმებს არ დაეკარგება და იქნება რეფორმა დარჩება ფურცელზე მხოლოდ და იმას პრაქტიკულ ცხოვრებაში ვერ გავატარებთ. 2023 წლის ბოლომდე კიდევ 50 კლინიკა უნდა შემოწმდეს და გადამოწმდეს ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეგულირების სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა და სასამართლომ დააჯარიმა. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, რა ხდება თუნდაც კლინიკების წინ და თავად გამოიტანოს დასკვნა. ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად საჭიროა თუ არა კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმი.